მინდა გავაგრძელოთ იმ ვითარებაზე საუბარი და ინფორმაციის მიღება, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია შექმნილი. ნინი გოგიჩაიშვილი, ჟურნალისტი, უკვე ჩვენი სტუდიის სტუმარია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა დუბაიდან და ვიდრე ნინისთან გადავალ შეკითხვებით, მანამდე მოგაწვით ბოლო ინფორმაციას. ჩვენმა მაყურებელმა ალბათ იცის, მაგრამ კიდევ შეგახსენებთ, რომ დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა ამ დილით. ინფორმაცია გავრცელა ებრაულმა მედიამ, Times of Israel-მა. გამოცემა პირდაპირ წერდა, რომ ვიდეო კადრებზე დაყრდნობით, რომ ირანული დრონი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ავიაკომპანია ემირატებმა განაცხადა, რომ ფრენები დროებით შეჩერდა, თუმცა მოგვიანებით მუშაობის განახლების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. ემირატები სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობს, წერია ავიაკომპანიის განცხადებაში. და როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სტუმარია ნინი გოგიჩაიშვილი. ძალიან მიხარია ნინი, რომ სტუდიაში გხედავ, იმიტომ რომ რთული იყო ახლა ამ ყველაზე ალმოდებულ რეგიონში ყოფნა, რა თქმა უნდა და გამოსვლაც რეგიონიდან მარტივი არ იყო არავისთვის, არც საქართველოს მოქალაქეებისთვის, არც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის და მიხარია რომ აქ ხარ და მშვიდად არის ნათიაც, ოჯახიც, ყველა და ეს შენგან უნდა მოვისმინოთ ინფორმაცია მის შესახებ, რა ვითარება დატოვე, მით უმეტეს რომ აი ყოველწუთიერად ესეთი ცნობები ვრცელდება. დიდი მადლობა ნათია მოწვევისთვის. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში მშვიდობით დაბრუნება მომახერხე. ეს ყველაფერი არ იყო ძალიან მარტივი, თუმცა როდესაც რეგიონში ამხელა დაძაბულობა არავინ არ ელოდება იმას, რომ მარტივი იქნება, რაიმე ქმედება, თუმცა წარმატებით მოვახერხეთ საქართველოს 170-მა მოქალაქემ დაბრუნება სამშობლოში, რაც ძალიან მახარებს. ერთადერთი ყველაზე უსაფრთხო გზა, ასე ვთქვათ, ეს არის, რომ დუბაიდან გადახვიდე ომანში, ომანის საზღვარზე, შემდეგ იქიდან უნდა წახვიდე მუსკატში. მუსკატში არის ერთადერთი აეროპორტი, საიდანაც ხორციელდება ფრენები და ჯერჯერობით ომანი არის ერთადერთი ადგილი, რომელსაც ომის დაწყებიდან 28 თებერვლიდან მოყოლებული არც ერთი ფრენა არ გადაუდია და არ შეუჩერებია, მიუხედავად იმისა, რომ ომანი იყო სამიზნე ომიდან პირველ დღეს, როდესაც ირანმა მაინც განახორციელა ომანთან ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ომანის მიმართულებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ომას ყოველთვის დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა ირანის სახელმწიფოსთან და ხშირად როგორც ნეიტრალიტეტის ზონას ასე იყენებდნენ ხოლმე, როდესაც ირანი აწარმოებდა სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს, თუმცა ისე მოხდა, რომ მუსკატში იყო რამდენიმე მოლაპარაკების რაუნდი და ჩვენ როდესაც მოვდიოდით სიგნალიზაციის ეს ბარიერი მაინც არ აღმოჩნდა დიახ. ირანისთვის ეს ბარიერი მაინც არ აღმოჩენილა, ჩვენ როდესაც მოვფრინავდით გარკვეულ მომენტში სიგნალიზაციაც ჩაირთო აეროპორტში, თუმცა შემდეგ ყველაფერი მშვიდობით განხორციელდა და საქართველოში მშვიდობით დავბრუნდით. სხვათა შორის ბატონი იოსები ძალიან დაგვეხმარა საქართველოს ყველა მოქალაქეს. მე როგორც ვიცი, კიდევ არიან ადამიანები დარჩენილები, იმიტომ რომ დუბაიდან და აბუ-დაბიდან საზღვრს გადმოკვეთა მაინც ძალიან რთული არის და უბრალოდ დიდი დრო ჭირდება და ზოგი საქართველოს მოქალაქე ვერ ახერხებდა აბუ-დაბიდან და დუბაიდან დაბრუნებას და ასე ვთქვათ მუსკატში ჩასვლას, რაც ასე ავიზო რეჟიმიც ალბათ ხანაა. ჩვენი მოქალაქეებისთვის არა, უვიზო რეჟიმი არის 14 დღის განმავლობაში შეგიძლიათ რომ უვიზოდ გაჩერდეთ მუსკატში, ასევე ევროპის მოქალაქეებისთვისაც მე როგორც მაქვს ინფორმაცია, მათ აღარ სჭირდებათ ივიზა, ეს არის ელექტრონული ვიზა, რომელსაც ტელეფონითაც კი შეიძლება უბრალოდ საფასურს რაღაც მიზერულ თანხას იხდი და ივიზას აკეთებ, თუმცა ესეც გააუქმეს ჯერჯერობით, რადგან ომანმა საუდის არაბეთთან ერთად აიღო თავის თავზე ის პოზიცია, რომ ისინი ასე ვთქვათ უსაფრთხო კორიდორი არის, რომელიც ეხმარება ევროპის მოქალაქეებს და ასევე საქართველოს მოქალაქეებს ომანის გავლით დატოვონ ქვეყანა. თუმცა მარშრუტი, რომელსაც ასე ვთქვათ ჩვენ გავდივართ და რომელ ქვეყნებზეც ის გავლითაც მოვფრინავდით, რა თქმა უნდა, ეს 100%-ით უსაფრთხო არ არის, თუმცა საკმაოდ კარგი ფრენა იყო და მშვიდობით დავბრუნდით საქართველოში, რაც რა თქმა უნდა ძალიან მახარებს, თუმცა ჩემი გულის ნაწილი რჩება რა თქმა უნდა დუბაიში, რადგან დუბაი ჩემთვის არის მეორე სახლი, ეს არის ადგილი, სადაც 4 წელია უკვე ვცხოვრობ, ვმუშაობ და რაღაცნაირად შერეული გრძნობები მქონდა, რადგან ერთი ჩემი მეორე სახლიდან პირველ სახლში დავბრუნდი, რაც რა თქმა უნდა ძალიან მახარებს, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია აღარ გართულდება, ესკალაცია აღარ მოხდება და დღეს ცნობები როგორც გავრცელდა ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის მეზობელ ქვეყნებს, რომლებთანაც უკვე ყველასთან ცუდი ურთიერთობა აქვს, რადგან ყველას მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ისროლა, თითქოს მათ აღარ დაბომბავდა, თუმცა დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია. და მაინც მე მინდა კითხო, რადგან დუბაიდან მოდიხარ და მით უმეტეს ასეთი განწყობა გაქვს იმ ადგილის მიმართ, სადაც 4 წელია უკვე საკუთარი თავის რეალიზება შეძელი. ნინი, აი რატომ აღმოჩნდა ესე გამორჩეული
გადარჩეულად დუბაი და დღესაც აეროპორტს დაესხა თავს. მანამდე ამერიკის საკონსულო სასტუმრო Fairmont-ით დაიწყო, მე ვნახეთ რომ ბურჯ ხალიფას ირგვლივაც იყო ესეთი დაძაბული ვითარება და მაღალი შენობები აღმოჩნდა სამიზნე ირანული დრონების. მიუხედავად იმისა, რომ არავის არ დააკლო ირანმა თავის სამეზობლოში ბალისტიკური რაკეტები თუ დრონები, მაინც დღეს დილითაც აი ამ განცხადების მიუხედავად აღმოჩნდა დუბაის სამიზნე. ხო არ ეჭვიანობს ირანი რეგიონში ვითარებაზე და ვის როგორი გავლენა აქვს და ვის აქვს უფრო მეტი მიზიდულობა და გრავიტაცია. დიდი მადლობა კითხვისთვის, ნათია, საკმაოდ საინტერესო კითხვაა და ვფიქრობ, რომ ყველა ექსპერტი, ისტორიკოსი ფიქრობს, რატომ არის ამხელა აგრესია ირანისგან გაერთიანებულ საამიროებში იმ ადგილისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკას არ გამოაყენებინებდა არც საჰაერო და არც სახმელეთო პოზიციებს ირანის დასაბომბად, ასევე მათ ყოველთვის დიპლომატიური და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ირანთან. ირანის უდიდესი მოსახლეობა და ძალიან ბევრი ბიზნესი ოპერირებს საამიროებში, ძალიან დიდი ფული მოდის, ასე ვთქვათ, ირანიდან საამიროებში, არა მხოლოდ ევროპული და არა მხოლოდ ამერიკულის და ეს არის გასაოცარი, რადგან სტატისტიკას რომ დავხედოთ, საამიროები არის ისრაელის შემდეგ პირველი ქვეყანა აზიის სპარსეთის ყურეში, რომლის წინააღმდეგაც ირანმა გამოიყენა ყველაზე მეტი ბალისტიკური რაკეტა, ყველაზე მეტი კამიკაძე დრონი, რომლის აეროპორტის ორჯერ დაბომბა, სადაც მიიტანა იერიში ისეთ ადგილებთან, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, იმიტომ რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი მხოლოდ ამერიკულ ბაზებზე მიიტანდა იერიშს, თუმცა ეს არ არის მართალი, რადგან 28 თებერვალს დილის დაახლოებით 10-11 საათისთვის დავინახეთ, რომ პირველი რაკეტა განეიტრალდა და შემდეგ უკვე მიყოლებით მიყვა ისეთი ადგილების, ასე ვთქვათ, დაბომბვა, თუმცა დუბაიმ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი განეიტრალა, თუმცა ნაწილები მაინც ცვიოდა ისეთ ადგილებში, სადაც დამსვენებლები არიან, სადაც ტურისტები არიან. გაერთიანებულ საამიროებს ეს ომი უჯდება ძალიან ძვირად, რადგან უკვე 1 მილიარდი აქვთ დანაკარგი, დაახლოებით 1 მილიონს კარგავენ ყოველ წუთს, რადგან 21,000 ფრენა არის შეჩერებული, იმიტომ რომ დუბაი მოგახსენებათ, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან ერთებდა მათი ავიახაზები. ჩემი აზრი და მოსაზრება ის არის, რომ ყველაზე დიდი აეროპორტია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროპორტია და აბსოლუტურად ყველაფერი ჯერჯერობით გაუქმებული არის და ჩემი აზრი ის არის, რომ ირანს უნდოდა რომ ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნა და რეზონანსი გამოეწვია და მათთვის რომ მიიქციონ ძალიან დიდი ყურადღება, როდესაც საამიროებს დაბომბავდა ადამიანები ინტერნეტში, ასე ვირუსულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აი ბურჯ ხალიფა თითქოს ცეცხლი არის მოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ნაწილი, რომელიც ჩამოვარდა და ცეცხლი 10 წუთში გაანეიტრალეს, მსოფლიოში ეს ძალიან დიდ რეზონანსს იწვევს. დუბაის, აბუ-დაბის და თუნდაც საამიროების სენსიტივებზე ისინი ძალიან ძლიერად ურტყამენ, რადგან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის იმიჯი, რომელიც წლების განმავლობაში შექმნა, რომ ეს არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი, კრიმინალის დონე არის 0, აბსოლუტურად არაფერი არ ხდება, არც ქურდობა, არც კრიმინალი და მათ ასე ვთქვათ ძალიან აზარალებენ ამ ყველაფრით. მიუხედავად იმისა, რომ დუბაი დღესაც რჩება ძალიან უსაფრთხო ადგილად, რა თქმა უნდა, ძალიან საშინელებაა, რაც ხდება და ომი არავის არ უხარია, თუმცა როდესაც ემოციებს გვერდზე გადავდებთ და სტატისტიკას შევხედოთ, ჩვენ ნახავთ, რომ 95% ბალისტიკური რაკეტების დუბაის სახელმწიფომ და საამიროებმა აბსოლუტურად ყველაფერი გაანეიტრალა. ომის დაწყებიდან ყოველდღე მოყოლებული არ შეცვლილა ფასები პროდუქტებზე, მხოლოდ პირველ დღეს იყო დეფიციტი შექმნილი და შემდეგ მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ და ისინი მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თუ ერთ სუპერმარკეტში ნახავენ, რომ ადამიანები სარგებლობენ მოცემული სიტუაციით და ფასები იწევს მაღლა, ამის შესახებ სახელმწიფოს განუცხადონ და აუცილებლად მიიღებენ შესაბამის ზომებს. ასევე საქართველოს მოქალაქეებს ვესაუბრე და ის ადამიანები, რომლებიც დუბაიში კერძოდ ჩარჩნენ, სახელმწიფომ აბსოლუტურად დაუფარა საფასური მათი სასტუმროების. 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ, მათ სპეციალური შეთავაზებები გაუკეთეს და სახელმწიფო ყველანაირად გვერდში უდგას ადამიანებს, როგორც შეუძლიათ. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საამიროების პრეზიდენტმა ყველა დაშავებული ადამიანი, რომლის რიცხვი თუ არ ვცდები 118 შეადგენს დღესდღეობით მოინახულა და მათ გამოჯამთელებაც უსურვა. ნინი, ძალიან დიდი მადლობა ასეთი ყოვლის მომცველი ანალიზისთვის და ინფორმაციისთვის და მინდა ვისურვო, რომ მალე შეძლო დაბრუნება ადგილზე და რაც თავარია ომი, რომელიც გამოიწვია აი ამ ხელა უსამართლობამ, აიათოლას აგრესიული, ბრუტალური რეჟიმის ძიმე გადაწყვეტილებებმა და რეალურად გენოციდმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ამის გამო ჩაერთო მერე მსოფლიო ასე თამამად წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი ასეთი ფართომასშტაბიანი ოპერაციები, რა თქმა უნდა არ იქნებოდა, მალე სამართლიანი
ნათლიანი დასასრული იქნება და დაბრუნდებით რა თქმა უნდა თქოს და მე მიხარია რომ ხედავ თბილისში იმიტომ რომ ნინი გოგიჩაიშვილი ჟურნალისტია ამავდროულად არის ჩვენი კოლეგის ნათია ბანძელაძის შვილი და გიორგი გოგიჩაიშვილის შვილი და მიხარია რომ უსაფრთხოდ ხარ და აქ ხარ და რაც თავარია მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის რა ხდება რეგიონში და დუბაიში